რადიო იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.ჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვიერთა საინტერესო სტუმარი, იმიტომ რომ გვიწევს განსაკუთრებულ თემაზე თქვენი ყურადღების შეჩერება, განსაკუთრებული იმით გახლავთ, რომ ეს ფესტივალი ზამთრის ფესტივალი პირველად ტარდება, ბაკურიანი 2025, მშვიდობის ცეცხლი საქართველოშია და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ სტუმართან ერთად. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა სტუდიაში ზურა დარჩიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ზურა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. როგორია სამზადისი და რამდენად მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება ქვეყნის სამ ქალაქში? მოდით დავიწყოთ თავიდან, თავად ფესტივალზე რომ ვისაუბროთ და შემდეგ მის საქართველოში განხორციელების საკმაოდ ამბიციურ და საინტერესო თქვათ გეგმაზე, მიზანზე 1000-ზე მეტი სპორტსმენი ელოდება ამ თარიღს და ასევე დაახლოებით ამდენივე ადამიანი უკვე დამხმარე პირები, ეს იქნებიან ექიმები, მსაჯები, გულშემატკივრები და მოკლედ საკმაოდ პომპეზური სანახაობა გველის წინ. მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მსმენელებს, ჩემთვის დიდი პატივია რომ დღეს თქვენთან ერთად ვიყო ამ სტუდიაში და ვისაუბრო ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე, როგორიც არის ევროპის სამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. თქვენ მართალი ბრძანდებით, ზუსტად აღნიშნეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსათვის და ამ ფესტივალის მასპინძლობით, ზამთრის ფესტივალის მასპინძლობით, რომელსაც საქართველო პირველად ასრულებს, ის შეუერთდა იმ 7 ევროპულ ქვეყანას, რომელსაც უკვე ეკრიბა მასპინძლები ორივე, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის ფესტივალები. ცეცხლის ანთების ცერემონიალი იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა და ახლა ეს მშვიდობის ცეცხლი უკვე საქართველოშია. მოდით გითხარით, რომელი ქალაქები ემზადება ამ ფესტივალისთვის და თავად სპეციფიკა რით განსხვავდება ვთქვათ ზამთრის ოლიმპიური ვთქვათ აი ამ პროცესის, ფესტივალის და ზაფხულის, იმიტომ რომ ზაფხულის გამოცდილება გვაქვს, ზამთარი წელს პირველად გვემატება და თავისთავად ამბიცია იმისა, რომ ჩვენი პოტენციალი უნივერსალური შესაძლებლობა რომელსაც ერთის მხრივ ქვეყანა გვაძლევს, მეორეს მხრივის გარემო, რომელსაც შეიძლება რომ დავით დავამახსოვროთ ადგილობრივებსაც და სტუმრებსაც, ამისი თქვათ საშუალება არსებობს. კი ბატონო, სიამოვნებით. ესე იგი, ჩვენი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ისეთი საკმარისად დიდი რაოდენობის შეჯიბრებები, ეს არის 8 დისციპლინაში. დიახ. სპორტულ 8 სახეობაში შეჯიბრებები, ეს იქნება როგორც ფრისტაილში, სათხილამურო ფრისტაილი, ასევე სნოუბორდი და სამთოთხილამურები, ეს ამ კარგ თვირთს აიღებს ბაკურიანი, დიდველი. ასევე გაიმართება ბიატლონსა და თხილამურებით რბოლაში, იგივე cross country, რომელიც ასევე ბაკურიანში ახლა დაშენებულ ბიატლონის ტრასაზე გაიმართება და იქნება ასევე თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს, თბილისი უმასპინძლებს ჰოკეიში შეჯიბრებებს, ხოლო ბათუმი უმასპინძლებს ფიგურებით რბოლაში, ეგრეთ წოდებული short track speed skating და ასევე ფიგურულ სრიალში. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას განსხვავებების თაობაზე, ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალები ტარდება ესე ვთქვათ საზაფხულო სივრცეებში, ხოლო ისეთ ადგილებში, როგორიც არის ვთქვათ იგივე ღია დარბაზები, დახურული დარბაზები, ზამთრის სპორტს რა თქმა უნდა აქვს თავისი სპეციფიკა. მოდით ახლა შეგვახედეთ ცოტა სამზარეულოში. და ეს სპეციფიკა ზუსტად არის საინტერესო ვფიქრობ, რომელი უფრო რთულად მოსამზადებელი და გასამკლავებელია თავად ვთქვათ მენეჯმენტისთვის, ადმინისტრაციისთვის, როცა ვთქვათ ზამთრის ფესტივალს ატარებ თუ ზაფხულის და კლიმატი, ანუ ამინდი, თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს იყოს ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი. კი ბატონო, მოგახსენებთ, ჯამში რომ თქვა, რომელი უფრო რთული არის, ყველა ორივე ფესტივალი არის საკმაოდ კომპლექსური ჩასატარებელი, საკმაოდ ბევრი და კვალიფიციური პერსონალი არის ჩართული ორივე შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში არ დაიშვება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეცდომა, იმიტომ რომ ნებისმიერი შეცდომა გამოიწვევს უკვე ამ ფესტივალის არაწარმატებულ ჩატარებას. ნუ რა თქმა უნდა, ზამთრის სპორტს თავისი სპეციფიკა აქვს იმ მიმართულებით, რომ თუნდაც ზამთრის სივრცეებში, როგორც არის ღია სივრცეები, ღია ცისქვეშ სივრცეებში, ბევრად უფრო რთული არის იგივე მარკეტინგული მასალის შეჯიბრებების ორგანიზება, რადგან
ეს ხდება ხშირ შემთხვევაში არასახარბიელო კლიმატურ პირობებში. თვითონ კლიმატურ პირობებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეჯიბრებებზე, რადგან შესაძლოა თავად კლიმატმა შეიტანოს შესწორებები შეჯიბრებების მიმდინარეობაში, იქიდან გამომდინარე იყოს მეტასახარბიელო ან ნაკლებად სახარბიელო. ნუ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ამ დროს რას ვაკეთებთ, როდესაც გვაქვს გათვლილი რაღაც გრანდიოზული, ვთქვათ, ღონისძიება და ნუ ვხედავთ, რომ ამინდი არ გვიწყობს ვთქვათ ხელს. რა პრაქტიკა არსებობს, რა გამოცდილება არის ის გეგმა ბერ, რომელიც უნდა განახორციელოთ. ახლავე გეტყვით, ზოგადად თვითონ ასეთი ღია ცის ქვეშ ჩატარებული შეჯიბრებების გრაფიკი არის მეტად მოქნილი და რაღაცა დამატებითი თავისუფალი დრო არის აღებული იმისათვის, რომ თქვათ თუ ერთ დღეს არ ჩატარდა შეჯიბრება კლიმატური პირობების გამო, ის გადავიდეს მეორე დღეზე და ასე შემდეგ. ასეთი პრაქტიკა ბევრი ყოფილა საკმაოდ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, როდესაც დაგეგმილი გრაფიკი ცოტა ოდნავ სახეცულად წასულა, იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატმა არ მიცა ამის საშუალება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ იმედიანად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პრაქტიკაში არ ყოფილა ესეთი, რომ შეჯიბრება ბოლომდე არ ჩატარებული იყოს, იმიტომ რომ გვაქვს ამის დაგეგმვის, სწორად დაგეგმვის საშუალება. ბატონო ზურა, მოდით ახლა გითხარით, ერთია ვთქვათ, შეეჭიდოთ ამბიცია გქონდეს, რომ განახორციელო მსგავსი ტიპის ვთქვათ, ღონისძიება, მასშტაბს გულისხმობ და მეორეს მხრივ არის ის სტანდარტები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული, ვთქვათ, საერთაშორისო თვალსაზრისით. აი ეს სტანდარტები რა არის, ისეთი, რასაც ჩვენი ქვეყანაც მორგებულია, ვთქვათ, და ამ საერთო უნისონში მომხიბვლელი ადგილია საერთო ჯამში იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალები გაიმართოს და უმასპინძლოთ. რაც შეეხება სტანდარტებს, საქართველოს ჯერ დავიწყებ იმ საშეჯიბრო სტადიონების და არეალების არენების სტანდარტებით, რაც საქართველოს ააშენა ამ კონკრეტული ღონისძიებისათვის. მინდა გითხრათ, რომ ეს არის უმაღლესი სტანდარტების და სრულიად შეესაბამება ოლიმპიურ სტანდარტებს. აქვე აღარ წავალ შორს და მოგახსენებთ თვითონ თავად ამ ინფრასტრუქტურის თაობაზეც, თუ თქვენთვის საინტერესოა და მსმენელებისათვის, რომ აშენდა და თითქმის უკვე დამთავრებული არის, ფაქტიურად დამთავრებული არის და ფინალურ ფაზაში არის სამი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, განხორციელდა სამი ინფრასტრუქტურული უმნიშვნელოვანესი პროექტი. ვიტყოდი აუცილებლად თბილისის ყინულის არენას, რომელიც ოლიმპიურ პარკში არის აშენებული, ეს დიღმის ტერიტორიაზე. ეს არის 750 ადგილიანი, ასევე საერთაშორისო სტანდარტების ძალიან მაღალი დონის დარბაზი. ეს დარბაზი უკვე ფაქტიურად დასრულებული არის, ახლა მიდის უკვე ბოლო შტრიხები, მუშაობა უკვე ის იტვირთება ავეჯით, შესაბამისი ეკიპირები და ასე შემდეგ. და ისიც მინდა აღნიშნო, რომ როდესაც ეს ნახეს ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა, იმ ტექნიკურმა დელეგატებმა და ჩართულმა პირებმა, რომლებიც საქმეში მუდმივად არიან ჩვენთან ერთად, ისინი აღფრთოვანებულები არიან ამ ინფრასტრუქტურის ხარისხით და მისი თანამედროვეობით. მეორე პროექტი რაც არის, ეს არის იგივე ბათუმის ყინულის არენა, რომელიც ასევე ფინალურ ფაზაში არის. ამ პროექტის დამატებით თემად ვიტყვი, რომ ეს არის ასევე ერთი ნაწილი უფრო დიდი პროექტისა, რომელიც შეიცავს საცურაო აუზსა და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურას, ენერგოეფექტური არის და ამით არის კიდევ უფრო დამატებით მიმზიდველი. ეს ესეც საკმაოდ სწრაფ ტემპებში მიმდინარეობს ამის მშენებლობის დასრულება და არავითარი ეჭვი არ არის, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შეჯიბრებების ადგილი. პლუს ასევე ვიტყოდი ბიატლონის და სათხილამურო რბოლის იგივე cross country სტადიონს, რომელიც უკვე დასრულებული არის ბაკურიანში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც ასევე არსებობდა ეს ბიატლონის სტადიონი, მაგრამ ის იყო უკვე მოძველებული, უმოქმედო, მოხდა მისი სრულიად ახალი ვერსიის გაკეთება, რომელიც ასევე უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისაგან, საერთაშორისო პარტნიორებისაგან და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი საქართველოსათვის, რომ მან კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდროს სოფლიო ზამთრის რუკაზე მყარად ადგილი, როგორც ზამთრის სპორტის დანიშნულება და პლუს ასევე ეს იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ახალგაზრდებისათვის სპორტული ცხოვრების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. პლუს ზაფხულის პერიოდში ეს ბიატლონის სტადიონი შესაძლოა, ასე ვთქვათ, გამოყენებული იქნას ორმაგი დანიშნულებით, ის შეიძლება იმან იმსახუროს როგორც ადამიანების გასართობი, სასეირნო და სპორტული ღონისძიებებისათვის პარკად.
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო ვთქვათ პროექტია, რამდენიმე მიმართულებით, უპირველესად ის, რომ მისი ვთქვათ შესაძლებლობები საკმარისად წარმოჩინდება, აღარაფერს ვამბობ ვთქვათ იმ პოტენციალზე, რასაც ჩვენი ვთქვათ გეოგრაფია გვაძლევს და მეორეს მხრივ ამ ცნობადობის ამაღლების კუთხით საინტერესო ასევე ტურიზმის მიმართულებითაც, აი სტუმრების ნაწილზე მინდა ვთქვა, რამდენად არის ინტერესი ვთქვათ და პრაქტიკა რას გაჩვენებთ, როგორია ამ კუთხით საზოგადოების დაინტერესება. Ახლავე გეტყვით ზოგად ხედვას ამის თაობაზე. პირველ რიგში სულ რაღაცა რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე კვირის წინ ასე ვიტყოდი, ჩატარდა მისიების ხელმძღვანელების შეხვედრა, კონფერენცია, სემინარი, რომელიც იმართება ასეთი ღონისძიებების წინ. და მინდა აღვნიშნო, რომ მათ ერთმანეთს აღნიშნეს თუ საქართველოს რამდენად მიმზიდველი არის არა მარტო სპორტული კუთხით, არამედ თავისი სტუმართმასპინძლობის კუთხით. აქ არის აღსანიშნავი, რომ საქართველოს ამ პაკეტით, რითაც ის იზიდავს საერთაშორისო საზოგადოებას, ეს არის არა მარტო ეს სპორტული გადასარევი ახალი ტიპის ინფრასტრუქტურა, არამედ დამატებით ის სტუმართმოყვარეობა, ის სტუმართმასპინძლობა, რასაც საქართველოს თავაზობს, ის თუნდაც ქართული სამზარეულო, ის ადამიანური ურთიერთობები და უფრო მეტსაც ვიტყვი, ეს არის თვითონ თავად ფესტივალი, ის ადგილი, სადაც ხდება ძალიან ბევრი 45 ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება, სადაც ისინი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრებით იქნებიან დაკავებული, არამედ ისინი ბევრად უფრო მეტ პროდუქტს წარადგენენ, როგორიც არის ეს ერთმანეთში ურთიერთობა და კიდევ უფრო უსაფრთხო ევროპისადმი სწრაფვა. საინტერესოა, ჩვენ კი ვიცით კონკრეტული თარიღი, ეს 9-დან 16 თებერვლის პერიოდს მოიცავს ამ ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ სტაფს ბევრად ადრე უწევს მუშაობა. რა ვთქვათ პროტოკოლია ამ კუთხით, ესეც რო აგვიხსნათ, იგივე ვთქვათ ზაფხულთან მიმართებაში, ზამთართან დაკავშირებით, რამდენი ხნით ადრე იკრიბებით და უპირველეს ყოვლისა ვთქვათ რა ეტაპებს გადის ეს პროცესი, რა სამუშაოები სრულდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ვნახოთ ის, რაც გვაინტერესებს და თავისთავად ხვდებით, რომ საუბარია სოფლიოს 45 ქვეყანაზე, საუბარია ოლიმპიურ ფესტივალზე, ის ძალიან მაღალი დონით უნდა იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, მოსამზადებელი პერიოდი არის ერთ-ერთი ისეთი პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად უნდა იქნას გათვლილი ყველა ის მცირე დეტალიც კი, რომელიც შეიძლება ბოლო მომენტში აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კვანძური დეტალი. ამიტომ ამ პროცესის მზადება უკვე დაწყებული არის წელიწადზე მეტი. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც რეალურად შეიქმნა სულ რაღაცა წელიწადზე ოდნავ მეტი არის, ის თავისი გეგმის მიხედვით დაკომპლექტდა კვალიფიციური სტაფით, კვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც დაწყებული თავისი დაარსების დღიდან არიან მუდმივ კონტაქტში თავიანთ კოლეგებთან ევროპის ოლიმპიური კომიტეტებიდან, ვისი ეგითითაც სტარდება ეს ოლიმპიური ფესტივალი. ოლიმპიური კომიტეტებთან ერთად, ევროპის ოლიმპიური კომიტეტებთან ერთად თანამშრომლობით არის გამოყოფილი ადამიანები, ეს არის დაახლოებით 80 საერთაშორისო ტექნიკური ოფიციალური პირი, რომლებიც კავშირში არიან ჩვენს მხარეს, ასევე ეროვნულ ტექნიკურ ოფიციალურ პირებთან, ასევე დაახლოებით 80 ადამიანი არის, რომლებიც მუდმივი კოორდინაციის ფარგლებში აკეთებენ ყველაფერს იმას, რომ გათვალისწინებული იქნას ნებისმიერი მცირე დეტალი დაწყებული პირველი დღიდან, შეჯიბრებებით დაწყებული და ასევე პარალელური ღონისძიებით გაგრძელებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ერთობლივად ევროპის ოლიმპიური კომიტეტებთან, ასე ვთქვათ, საკოორდინაციო კომისია არის სპეციალურად შექმნილი ამისათვის, სადაც ორივე მხარე ერთად ძალიან წარმატებულად თანამშრომლობს. მოლოდინი არის საკმაოდ მაღალი, დასაკვირველია ჩვენ როგორც მასპინძლები სურვილი გვაქვს, რომ ყველაფერი იყოს იდეალური.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ მასშტაბს 1000-ზე მეტი სპორტსმენი საქართველოში და ასევე დაახლოებით იგივე რაოდენობის დამხმარე პირები, ექიმები, მსაჯები, გულშემატკივრები ხვდებით საბოლოო ჯამში თქვათ რა ფორმატზე გავდივართ, ანუ როგორი მნიშვნელოვანი და როგორი მასშტაბურია ეს ყველაფერი. რომ გითხრათ თავად ამ სპორტსმენებთან მიმართებაში ვთქვათ, როდის ხდება მათი ჩამოსვლა, ვთქვათ, როგორ ხდება ეს პროცესი მათთან კომუნიკაციის, იმისთვის რომ ვთქვათ, შედეგი იყოს მაქსიმალურად ვთქვათ, მათთვის მომხიბვლელი, იმიტომ რომ მთავარ როლში მაინც ესენი არიან, ხო, ჩვენ მათ ვუყურებთ. იბადონ, მადლობა, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა დასვით, ესეც თავად სპორტსმენების ჩამოსვლა და ეს მთლიანად სრული პროცესი არის ერთ-ერთი შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი ამ სრული პროცესისა. თავად გუნდებთან და სპორტსმენებთან, თითოეულ ქვეყანასთან, ევროპის ქვეყნებთან ახლა რაც ვახსენეთ, კომუნიკაცია ხდება ისევ და ისევ საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალურად ამისათვის შექმნილი დეპარტამენტის მეშვეობით, რომელსაც ქვია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან მუშაობის დეპარტამენტი, რომელიც არათუ ყოველდღიურ, არამედ ყოველსაათობრივ, ყოველწუთიერ კონტაქტში არიან თითოეულ გუნდთან, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი პროცესი, ეს არ არის თქვათ რაღაცა დროში გაწერილი პროცესი, არამედ ყოველწამიერად, ყოველწუთიერად ხდება კოორდინაცია. რაც შეეხება მათ ასე ვთქვათ ჩამოსვლის თემებს, ეს რა თქმა უნდა ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება. მათ მიერ რეგისტრაცია, ვიყენებთ ტექნოლოგიებს აუცილებლად და ჩვენ ტექნოლოგიებს კიდე ძალიან ბევრი მიმართულებით ვიყენებთ. თუ დაგვრჩებათ რომ ამაზე შემიძლია სიამოვნებით გესაუბროთ, რაც შეეხება მათ პროცესს, არის ჩართული ძალიან გამოცდილი ხალხი და ძალიან გამოცდილი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სპორტსმენების დახვედრას, მათ ჩასმას შესაბამის ავტოტრანსპორტში და უკვე მიმართულებების მიხედვით მათ გადანაწილებას. ესეც ასევე საკმაოდ ვრცელი და დატვირთული პროცესი არის და რა თქმა უნდა საქართველოს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათი ჩამოსვლის, დაბინავების, გამგზავრების, ისევე როგორც ყველა სხვა პროცედურა ჩატარდეს უნაკლოდ ნაკლის გარეშე და რა თქმა უნდა საქართველოს ამითაც ის ამბიციაც გვაქვს, რომ ყველაფრით კმაყოფილები წავიდნენ. მე მესმის, რომ შეიძლება ეს ადამიანები არიან სპორტსმენები, მათ ძალიან სპეციფიური ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტუმართ მოყვარეობა ჩვენ არ გვეშლება, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული სენსიტივები, ანუ ემოციები გავატანოთ ჩვენი ქვეყნიდან, იქნება ეს სამზარეულოს მიმართულებით, იქნება იმ უნიკალური ბუნების მიმართულებით, რომელსაც ეს ადამიანები ნახავენ. ტექნიკური თვალსაზრისით მოგვიყევით, არ არის ნამდვილად მარტივი საქმე და ძალიან კარგია, რომ ყველაფერს ასე ვთქვათ უძღვებით, მაგრამ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ნახეთ, ჩვენი ცხოვრება ფაქტობრივად ყოველდღე წარმოუდგენელია, რომ რაღაც არ მოხდეს. ადამიანი გეგმავს, მაგალითად ილონ მასკი ამის ერთ-ერთი, ვთქვათ, ლოკომოტივი, რომ კოლონიზაციაც კი მოხდეს, წავიდეთ მარსზე. ტექნოლოგიები, მისი გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს და ალბათ ეფექტურს ხდის თქვენ საქმიანობას. რა ნაწილშია ის უფრო მიმზიდველი და რაში გეხმარებათ, თქვათ, რომ ავხსნათ? გარდა იმისა, რომ კომუნიკაცია შეიძლება შედგეს აქედან, თქვათ, სამყაროს მეორე ნაწილში, ხო? სიამოვნებით მოგიყვებით ამ თემაზე. რაში გეხმარებათ თვითონ პროცესში ეს ტექნოლოგიები? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენი ინოვაცია, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტის IT-სა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა შეასრულა. ეს გახლავთ ChatGPT ოპერატორი, ანუ ეს არის კონკრეტულად ჩვენ საიტში ინკორპორირებული იგივე, ასე ვთქვათ, ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ოპერატორი, რომელიც პასუხს გაცემს ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც ეხება კონკრეტულად ამ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას. ეს რითი არის მიმზიდველი? ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან რთული იქნება დასახელება ბევრი სხვა ასეთი ღონისძიების, სადაც ეს ნაბიჯი იქნა გადადგმული. პირველ რიგში არის ის, რომ ადამიანები დაუყოვნებლივ მიიღებენ კვალიფიციურ პასუხს, რომელიც იქნება გაცემული ხელოვნური ინტელექტის მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ კარგი არის, კომფორტი არის მომხმარებლისათვის და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეს
ასევე ამცირებს სამუშაო ადამიანური რესურსის დატვირთვას და ეს ადამიანური რესურსი იქნება კიდევ უფრო სხვა საჭირო მიმართულებით გადანაწილებული, ვიდრე ვთქვათ იყოს ინტენსიურად ამ მიმოწერით დაკავებული. ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და ბერკეტია ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად. ალბათ ამიტომაც ხვდებით, რომ შეირჩა ბაკურიანი, თბილისი, ბათუმი. თუ ფიქრობთ ამ ლოკაციის გაზრდას, თუ გვაძლევს შესაძლებლობას პოტენციალი, ვთქვათ, სხვადასხვა ქალაქებიც რომ დაიტვირთოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობისთვის, ვფიქრობ, ესეც ძალიან საინტერესო იქნება, აქაც გარკვეული სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს ალბათ. მომავალში თუ განიხილავთ ამას სამომავლოდ და რომ გადავიდეთ ზოგადად მომავლის გეგმებზეც, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი დრო იწურება. მე გეტყვით ის თვითონ ის განაცხადი, რაც საქართველომ გააკეთა და ეს განაცხადი გაკეთდა უკვე რეალურად განხორციელების პროცესში არის იმისათვის, რაც უკვე ერთხელ ვახსენეთ, საქართველოს რომ ყარა დაიმკვიდროს ადგილი ზამთრის სპორტის დანიშნულების რუკაზე. გეტყვით საქართველოს მთავრობას გამოყოფილი აქვს 100 მილიონი ლარის ფარგლებში იმისათვის, რომ ეს ფესტივალი ჩატარდეს წარმატებით და შედგეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ეს რეალურად ხაზს უსვამს იმ განაცხადს, რაც ხორციელდება საქართველოს მხრიდან, რომ რაც შეიძლება მეტად მოხდეს ამ სპორტის განვითარება იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს და მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი, მეტი სტუმარი და ასე შემდეგ. ეს რეალურად შემიძლია ვთქვა, რომ შემდგარი ფაქტი არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად განვითარდება და კიდევ უფრო მეტი არეალი იქნება დაკავებული იმისათვის, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტად გახდეს მიმზიდველი დანარჩენი მსოფლიოსათვის. კი ბატონო და შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ეს ზამთრის ფესტივალი პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში და თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა და სამზადისი, რომელიც გაიმართება 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით სპორტის 8 სახეობაში 45 ქვეყნიდან, როგორც უკვე გითხარით, ეს არის 3 ქალაქი, ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი და სტუმრები, რომლებსაც ველოდებით, რომელსაც უნდა ვანახოთ საკმაოდ მაღალი, ასე ვთქვათ, კლასი იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენი ქვეყანა უკვე მათთვის საინტერესო აღმოჩნდეს ბევრი მიმართულებით. გარდა იმისა, რომ თავისთავად ხვდებით, რომ არის ღელვა, როგორც ჩაივლის ეს ყველაფერი, რა მოლოდინი გაქვთ, გითხარით და ამით დავასრულოთ. მე მოვიშველიებ თავად ჩვენი სტუმრების სიტყვებს, მისიების ხელმძღვანელების სიტყვებს, რაც მათ ნახეს, ეს არის, რომ მათი მოლოდინი არის ისეთი, რომ ეს იქნება ისეთი ფესტივალი, რომელიც აქამდე არასოდეს არსად არ ჩატარებულა. ამაკარია. წარმატებებს გისურვებთ. ზურა დარჩიაშვილი, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.